მეგობრობა გზად და ხიდად. სწორედ ამ იდეით დაიწყო და დიდი წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ქართულ და თურქულ ურთიერთობებს კიდევ ერთი ნაბიჯით წასწევს წინ. გააღრმავებს მეგობრობასა და თანამშრომლობას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში. პროექტის იდეა მომავლის ტელევიზია ინკოგნიტოს ერთ-ერთ წლის შემაჯამებელ დასკვნით ღონისძიებაზე დაიბადა, როდესაც თურქეთიდან სტუმრად მეგობრობის მემორანდუმის თანაპარტნიორი ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაცია და მისი წარმომადგენლები, ამჟამინდელი პრეზიდენტი, წარმოშობით ქართველი ირფან შაჰინ ბერიძე და ამავე ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ადემ თურან შავაძე იმყოფებოდნენ. ისეთი რომ ჩვენს ქართველი ვარ და ჩვენ გარკვეულ ქართლის რეალობა. Manevras Hanım'a teşekkür eder, saygılar sunarım. Böyle bir toplantıya vesile olmak için. Gamarcı ისეთრომ ეს ქალაქი მანას გამო დაიწყო და ერთმა გადაერთება და ახლა დაგვაჩია ასეთი ნამაზი მონიტორობასა და ასეთი კარგი არამის გაცნობისკენ ძალიან მაყოფილი ვარ, ძალიან მადლობა და გამარჯობა. ისევ ქართული ცეკვის ანსამბლს პირველი მემორანდუმი შექმნილი ფესტივალზე, რომელშიც ერთად გამოსცემდა და ძალიან მალე ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ ამ ფესტივალზე. დავესრულეთ რეპეტიციას. დავეთანხმებით ქართული მუსიკის გაგონებისას კანი და ხელი მომენტალურად იწყებს ილეთების შესრულებას. იდეის ინიციატორი საქართველოს მხრიდან იყო მომავლის ტელევიზია ინკოგნიტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ორჰანგაზის კავკასიური ასოციაციის და მასთან არსებული ანსამბლ ოქროს პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე. იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესწირა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ თინათი ნიბლოშვილის ჩართულობამ. მან სურვილი გამოთქვა დეტალურად გაცნობოდა პროექტს საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებიან, ქართული კულტურის ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი, თინათი ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ამავე კომისიის წევრი გულამ ნიკოლეიშვილი ასოციაციების მრავალწლიან საქმიანობას, მიმდინარე პროექტებსა და იმ გამოწვევებს გაეცნენ, რომელთა წინაშეც ქართული დიასპორა დგას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ენის სწავლების პროგრამებს, ფოლკლორული ანსამბლების საქმიანობას.
როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, თურქეთში მოქმედი ქართული კულტურის ასოციაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი ქართული თემის გაერთიანებაში და აქტიურად მონაწილეობენ როგორც თურქეთში, ისე საქართველოში გამართულ კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდია ამ ორგანიზაციების წვლილი ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ტრადიციების შენარჩუნების საქმეში. თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა ასოციაციების ხელმძღვანელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მზადყოფნა გამოთქვეს მომავალშიც გაგრძელდეს თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების გაცვლითი პროგრამებისა და კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.